მიმეყენებინა და გამეწყვიტა მასთან კონტაქტი, მაგრამ რახან დავდექი მოცემულობის წინაშე რომ მირეკავს მამა გიორგი ორში დაახლოებით პირველ საათზე თუ არ ვცდები და მეუნება რომ დღესდილით პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში და სასწრაფოდ მესაჭიროება ეს ნივთიერება და როგორ მე მომაწოდე ეს ჩანაწერშიც აჩანს აი ეს იყო ამომავალი წერტილი იმის რომ მე მივსულიყავი პროკურატურაში დიახ მე მაშინ თქვი და დავაფიქსირე რომ დანაშაული იგეგმებოდა მაღალი იერარქიის წინააღმდეგ და დღესაც დააკონკრეტე მაშინ პატრიარქის წინააღმდეგ ესე წერია არა უბრალოდ ესე არის ფორმულირება მაღალი იერარქიის ან პატრიარქის წინააღმდეგ აი ესე ან პატრიარქის ან მაღალი იერარქიის როგორც გინდათ ისე გაიგეთ და როცა ინგა ასე ვთქვათ თქვენ მეკითხებით პროკურატურის დადგენილებაზე რომელიც გამოქვეყნდა იქ ბოლოში გარკვევით წერია რომ ჯგუფთან დაკავშირებით საქმე მიმდინარეობს გამოიყო და არ არის გამორიცხული რომ ასე ვთქვათ გამოძიებამ სხვა ვერსიაზეც გავიდეს ხო გამოძიება არ ჩერდება მხოლოდ მამა გიორგიზე ეს იმედის მომცემია რა თქმა უნდა ასევე ნივთიერება რომელიც იქნა ამოღებული არ არის მხოლოდ ვთქვათ ერთი ადამიანის მოსაწამლად განკუთვნილი ამით შეეძლოთ რამდენიმე ადამიანის მოწამლა ნუ ამას რომ თავი დავანებოთ ის რაც გამოძიებამ დღეს დადო და რაც მე წავიკითხე და ალბათ რაც შენ წაიკითხე ძალიან ბევრი პროცედურა არის ჩატარებული 500-მდე მეტი რაღაცა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება 70-მდე დაკითხული მოწმე 20-მდე ჩხრეკა ამოღება 100-მდე დათვალიერება ეს არის პროკურატურის მიერ მოწოდებული ეს ძალიან დიდი საქმეა ძალიან დიდი საქმეა და თქვენ გაგახსენეთ ამ ადვოკატების თავიდან როგორც საუბრობდნენ რომ ეს არაფერი არ არის არანაირი საქმე არ არის ძალიან ესე აგდებით ტონში მოიხსენებდნენ. შემდეგ დაფიქრდნენ და თქვეს რომ ძალიან მძიმე საქმეა, ძალიან ბევრია სამუშაო. თავიდანვე შეპირდნენ საზოგადოებას რომ პროკურატურამ უნდა გაიტანოს უარი თქვა საერთოდ ბრალდებას და უკვე უნდა წაიღოს და დღეს იქამდე მიიყვანა აი ამ ადვოკატებმა საქმე რომ მამა გიორგის ემუქრება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აი ამ ადვოკატების დამსახურებით მე თუ მკითხავ და მათი კვალიფიკაციის და მე რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს მსხვერპლი ადვოკატების მე პირდაპირ გეტყვით ესენი არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგის შემოუძახონ და გაამხნევონ და ნუ გეშინია რაღაცა სოციალურ ქსელში შენზე ეს დაიწერა მხარს გიჭერენ ასე შენ მე სხვა ვერაფერს ვერ ადვოკატებს თავი დავანებო და პირდაპირ ის არა შეკითხვებზე რომ ვერსია რომელიც შემოგთავაზა ადვოკატებმა ციანითან დაკავშირებით რომ ოქრომ ჭედელი გაიხსენეთ რაში ჭირდებოდა 800 გრამი ციანი რა შეიძლება დაჭირდეს ოქრომ ჭედელს გამაგებნეთ ან გრამებზე იყო საუბარი ჩანაწერში ან უნდოდა 1 გრამიდან 3 გრამამდე მამა გიორგის შემდეგ შეიცვალა ოქრომ ჭედელიდან გადავიდნენ შორენა თეთრუაშვილზე აი ეს ვერსიები რომელიც მათ შესთავაზეს გამოძიებას აბსოლუტურად მისცეს პროკურატურა სრული კარტბლანში რომ დაედოთ ის დასკვნა რომელიც დადეს შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით და თუ ვიმეს ისინი პირველ რიგში თავის უნდა ადანაშაულებდნენ იმაშიც სადამდეც მიიყვანეს ეს საქმე. ირაკლი, ერთი კითხვა თუ შეიძლება. საქმე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის ჩაოხრებული საქმე, ბატონი რამიშვილი და ბატონი აი მანდროგიზით გიორგის გვარი არ მახსოვს, აი მათ მიერ გაბუჭებული საქმე. თუ არ ჩაუდენი ადამიანს დაუშვა დანაშაული, რასაც ამ წუთამდე ადვოკატი პირდაპირ ეთერში საუბრობდა და რასაც ამბობს დაკავებული დეკანოზი, ამ შემთხვევაში რაბა სადამდე უნდა მieყვანათ საქმე. მე კიდევ ერთხელ მინდა შენთან ერთად გავიხსენო რომ თავიდან პრემიერ-მინისტრიან მთავარი პროკურორიანად ყველა საუბრობდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე შენ როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე და არა მხოლოდ შენ მაგრამ შენ როგორც მთავარი მოწმე საუბრობდი პატრიარქზე დღეს რომელ ვერსიას უნდა მიყვეს ეხა ჩვენი მაყურებელი რომელიც 3 თვეა ამ ყველაფერს ადევნებს თვალყურს პატრიარქზე საუბრობდი გაჩერდა შორენა თეთრუაშვილს ინგა რეალურად ხო ვხედავთ რომ მამა გიორგი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ვხედავთ ხო ამას რომ აბსოლუტურად მისი ჩვენებები აცდენილია დროში სივრცეში და რა ვიცი აი სრულიად შეუსაბამოა ის ფაქტი რომ შორენა თეთრუაშვილი ითხოვდა ციანიც თუ ადვოკატებს ყავთ ერთი ადამიანი ვის დაადასტურებს იმ ფაქტს რომ თეთრუაშვილი ითხოვდა ციანიც მეც გავყვები ამ ვერსიას კარგით მე ვკითხავ მათ მოგვიანები თუ გინდა